მოგესალმებით აპოლინეს სამყაროში. დღეს შემოგთავაზებთ ნამცხვარ სახელწოდებით რაფაელო, რომელიც არის ძალიან გემრიელი, ძალიან მარტივი და იდეალურია სუფრებისთვის, რადგანაც ვამზადებთ დიდი ზომით. პირველ რიგში მოვამზადოთ მოხარშული კრემი. როგორც უკვე მოგახსენებათ, მოხარშულ კრემს ჭირდება შემდეგ დრო რომ გაცივდეს და ამისათვის იდეალური ვარიანტია პირველ რიგში კრემის მომზადება და შემდეგ უკვე ფირფიტების. ახლა კი ვნახოთ რა გვჭირდება კრემის მოსამზადებლად. ყველა ინგრედიენტის ჩამონათვალს, რასაც მე ვიდეოში გამოვიყენებ, ნახავთ დაბლა ინფობოქსში დაწვრილებით. შაქარი, სიმინდის სახამებელი, კვერცხის გული, ჭირდება ასევე ქოქოსის ფანტელები, ვანილი, ჭირდება ასევე კარაქი, ოთახის ტემპერატურის და შესქელებული რძე. ეს არის მთავარი ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის. სიმინდის სახამებელი, ასევე შაქარი. აურიოთ კარგად. დავუმატოთ ასევე კვერცხი. ეხლა მასა ცოტა შეიკვრება, მაგრამ რძეს უდიდეს დავუმატებთ. შესაძლებელია ძალიან მარტივად მისი გახსნა, ასე რომ ან გაგიკვირდით. არის მხოლოდ კვერცხის გული და უმატებთ რძეს. თან დავხსნათ ინგრედიენტები. დავუმატოთ ვანილი. მეგობრებო, შეგვიძლია ჩვენ ახლა მთლიანი რძე, რაც გვაქვს, დავუმატოთ. აი ამ მასას, მაგრამ მოდით ცოტა პროფესიონალურად გავაკეთოთ და აი ეს რძე შევაცხელოთ წინასწარ. არ უნდა ავადღოთ, უბრალოდ ნახევარი რძე გავაცხელოთ და შემდეგ ჩაუშვათ უკვე სიმინდის სახამებლის და დანარჩენი ინგრედიენტების მასა. როგორც ხედავთ, უკვე შეცხელდა რძე, ახლა დავუმატოთ შემდეგი ინგრედიენტები. ურიეთ გამუდმები და უნდა იხაშოს დაბალ ტემპერატურაზე ჯობია. როდესაც შესქელდება, დიდხანს აღარ ხარშოთ არც ერთ შემთხვევაში, არის უკვე მზად და შემდეგ გადაიტანეთ გასაცილებლად სხვა ფორმაზე. აი ნახეთ, უკვე შესქელდა. შემდეგ რას ვაკეთებთ? ცხელ პუდინგს, რაც მოვამზადებთ ფაფა, უმატებთ ქოქოსის ფანტელებს. გავაჩეროთ რამოდენიმე საათი უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე, კარგად უნდა გაცივდეს. ბოლომდე თბილიც არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია რომ კრემი აგეჭრათ. ახლა კი გადავიდეთ უკვე ცომის მომზადებაზე, რისთვისაც გვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ამისათვის გვჭირდება კვერცხი, შაქარი, კარაქი ან მარგარინი, არაჟანი, გამოფხვირებელი, ვანილი, მწიკვი მარილი და ასევე ფქვილი. რას ვაკეთებთ? ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტები გვაქვს, ყველაფერს ვაერთებთ ერთმანეთს, ვცილავთ ცომს, შემდეგ დავასვენებთ ცოტა ხნით, გავყოფთ 4 ან 5 ნაწილად, ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული და გამოვაცხობთ. სულ ეს არის. და ვიღაც მწერს ასევე მესენჯერში, გაუთიშოთ ხმა. მწიკვი მარილი ყველაფერს ხდება, მეგობრებო, დავუმატებთ კარაქს და ალბათ იტყვით რომ რატომ არ იყენებ ხელთათმანებს. არა უშავს ნახეთ, საგვარეულო სამკაულები მოხსნილი მაქვს. ხელთათმანები რომ არ მქონდა, ეხლა და იმედია მაპატიებთ. კარაქი, მარგარინი,
დავუმატოთ ასევე შაქარი. ასევე უმატებთ არაჟანს. და დავიწყოთ ცომის მოზელო. უნდა იყოს ფაფუკი ცომი, ისეთი რომ ხელზე არ გვეწებება. აი ნახეთ, ხელზე არ მეწებება, მაგრამ არის რბილი და ფაფუკი. მოვათავსოთ ახლა მაცივარში, რომ კარგი ოდნავ გამაგრდეს და გახდეს უფრო კომფორტული გასამყელებლად. შევავდნოთ მაცივარში 9 საათით. უნდა გავყოთ 4 ტოლ ნაწილად. მე გავყოფ 4 ტოლ ნაწილად და უნდა იყოს ჩემთან 350 გრამი. ცოტა მეტია, 6 გრამით. თითო გონდა იქნება 350 გრამი. თუკი გაგიჭირდათ გაბრტყელება, პერგამენტის ქაღალდი ქვემოდან, პერგამენტის ქაღალდის ზემოდან და ისე გააგრძელეთ შემდეგ. შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ მეც ესე გავაკეთო და არ მოვეკლა თავი. ანუ ხელითაც შეგიძლიათ აი ასე რომ ფორმა მისცეთ. იმიტომ რომ ძალიან მორჩილია და ძალიან სწრაფად იღებს ფორმა. შეგიძლიათ უბრალოდ აი ესე თითების მეშვეობით ცოტას რო გაიყვან, ჩემთან თითების მეშვეობით რომ მისცეთ ფორმა და იქნება ძალიან ლამაზი. ხა მე ყველას გავამყელებ აბსოლუტურად და შემდეგ ერთიანად გამოვაცხოთ. გავამყელე ყველა 4-ვე დამჭირდა დაახლოებით 15 წუთი. მან თითო ფენას დამჭირდა სადღაც 4 წუთი რა, ესე 5 სანტიმეტრი მიგავია. და გავზომოთ, რა ზომის არის ჩვენი ცომი. სიგანეში არის 29 და სიგრძეში არის ზუსტად 35. თავარი კრიტერიუმი მეგობრებო, როგორც ვკეთეთ რაფაელო, ქოქოსი არის ქათქათა და თეთრი. ჩვენი ფირფიტები არ უნდა გამოგდეს, უნდა დარჩეს, რაც შეიძლება ღია ფერი. ღია ფერი უნდა დარჩეს. და ვაცხობთ 170 გრადუსზე. ზუსტად რამდენი წუთი დაგჭირდება ამას გეტყვის შემდეგ. მეც არ ვიცი, მოკლედ ჯერჯერობით. მაქსიმუმი 8-9 წუთი და თვალი გეჭიროთ ზედ. აუცილებლად. აი ნახეთ კარგად. ესეთი ღია უნდა დარჩეს. ფაფა რომელიც მოვამზადეთ მეგობრებო, გაცივდა უკვე, გავიდა რამოდენიმე საათი. თუ კი ძალიან მაგარია თქვენი ფაფა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ მიქსერით გათქვიფოთ და შემდეგ ისე დაუმატოთ. პირველ რიგში რას ვაკეთებ? უნდა გავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი შევყავ. ოთახის ტემპერატურის კარაქი. კარგად უნდა გავთქვიფოთ. სანამ არ მივიღებთ თეთრ ფაფუკ მასას. უნდა გავთქვიფოთ იმ დონემდე. თუ კი ხელის მიგზიერით თქვიფავთ, დაგჭირდებათ ცოტა დიდი დრო. ამ შემთხვევაში ალბათ ესე დაახლოებით 5-6 წუთი მაინც დაგჭირდებათ. გავთქვიფოთ ჯერ კარაქი, შემდეგ ნელა-ნელა დავუმატებთ უკვე შესქელებულ რძეს, დაახლოებით 350 გრამს და შემდეგ უკვე უმატებთ მოხარშულ ფაფას თითო კოვზობით. როდესაც ნახავთ რომ კარგად გაორმაგდა, ასევე გათეთრდა, ცოტას კიდევ თქვებ და შემდეგ უმატებთ ამას არა ერთიანად.
არამედ წვეტ-წეთობით. და ესე. ნელა-ნელა უმატებ და ისე უნდა შევადგვიფოთ შესქედებული რძე, რომელიც არ არის მოხარშული და შემდეგ კი ნელა-ნელა კობზობით უმატებთ მოხარშულ კრემს. კრემი უკვე მომზადა, არაჩვეულებრივად გამოიყურება, გემრიელია. ეხლა მეგობრებო, რაც თქვენთვის არ მიჩვენებია და გამომჩნევ, იმიტომ რომ გვერდზე იდო, ეს არის თეთრი შოკოლადი, რომელსაც არ ვადნობ, არამედ პირდაპირ. ესეთი კუბიკები იყო ჩემი შოკოლადი, შემდეგ მე უბრალოდ მიქსერში ესე დავატრიალე, შეგიძლიათ ხელითაც დაჭრათ, ცოტა წვრილად დაჭრათ და პირდაპირ აი ასე გაუდნობად დავუმატებთ უკვე ჩვენს კრემს და კრემი იქნება ისეთ როგორი ქოქოსიც იქნება შიგნით, თეთრი შოკოლადიც იქნება შიგნით და იქნება ცოტა განსხვავებული და უფრო განსაკუთრებული. ეხლა დავუმატებ თეთრ შოკოლადს. და ერთხელ კიდევ დავატრიალებ. დავიწყოთ ნამცვრის აწყობა. ახლა კი გადავანაწილოთ კრემი ყველა 4 ფენაზე. მეგობრებო, თუ გაქვთ დამოგეპოვებათ ესე ნუში, დაახლოებით 100 გრამი ნუში არის, არ დაგავსეთ, მოაყარეთ აუცილებლად. ძალიან უხდება. მეგობრებო, დავამთავრეთ თითქმის, ზემოთაფენაც დავადე მე უკვე, დააწექით ხელი და აუცილებლად რომ ბოლომდე კარგად ჩაჭდეს კრემი შიგნით, ხვალ უკვე მოვაყრი ქოქოსის ფანტელებს. შეგიძლიათ დღეს მოვაყაროთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ მე ძალიან დავიღალე. გავაგრძელოთ მეგობრებო ნამცხვრის უმზადება, უბრალოდ უკვე ვარ დასრულების პროცესში, მთელი ღამე იდო ჩემთან ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარში არ მომითავსებია, არის კარაქის კრემი და ეს უცბად არ გაფუჭდება, ასე რომ ოთახის ტემპერატურაზე კრემი კარგად გაუჩნდა, ძალიან კარგად დარბელდა. მეორე და მესამე დღეს უნდა მოთავსოთ უკვე, რა თქმა უნდა, მაცივარში ოღონდ თავდახურო ჭურჭელში. ახლა მოვამყაროთ ზემოდან უბრალოდ ქოქოსის ფანტელები და დავჭრათ. მოვაყაროთ ახლა ქოქოსის ფანტელები და აქ მაქვს დაახლოებით 120 გრამი ქოქოსი და ნახოთ რამდენი დამჭირდება სულ. საოცარი სურნელი აქვს.
გავსინჯოთ ახლა როგორი. ძალიან არომატულია. ძალიან არომატულია. რისი თქმა შემიძლია. შოკოლადის გემო არის ძალიან დომინანტური, ამიტომ თუ კი დარწმუნებული არ ხართ, რომ გაქვთ კარგი ხარისხის შოკოლადი, თეთრი შოკოლადი. დავუმატებთ, იმიტომ რომ თავის გემოზე წაიყვანს. სხვა შემთხვევაში ხრაშუნაც არის, იმიტომ რომ შოკოლადის სტრუქტურა კარგად იგრძნობა, ქოქოსის გემო არაჩვეულებრივად იგრძნობა, ჩემს აზრით კონიაკი რომ დამემატებინა ძალიან მომხდებოდა, უბრალოდ უფრო ნუშის არომატები რომ დამემატებინა. ახლა კი მე გიდამშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. დროებით.